მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, თქვენ წინაშე არიან რუსთაველი საზოგადოების პრეზიდენტი, პოეტი, ბატონი დავით შემოქმედელი და თქვენი მონამორჩილი, ფილოლოგი, ენათმეცნიერი ავთანდილ არაბული. დღევანდელი დღის თემად ჩვენ ავირჩიეთ თანამედროვე საზოგადოების, თანამედროვე ადამიანის ზნეობრივი კრიზისის პრობლემა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ფაქტობრივ. და ჩვენი უნდა ვიფიქროთ და ვიტარდოთ, რა დაემართა ბატონო დავით თანამედროვე ადამიანს. კაცობრიობის განვითარების ყველაზე მაღალ საფეხურზე. აი როცა ტექნოლოგიებმა მართლაც მწვერვალს მიაღწია და უკვე საზღვარი აღარ არსებობს იმის, რა შეუძლია ტექნოლოგიებს და რა შეუძლია ახლა უკვე ხელოვნურ ინტელექტს და ამ ფონზე მოულოდნელად მოხდა ადამიანის ზნეობრივი სახის დაკარგვა. რაღაცა ისეთი, რომელიც თაობებიდან თაობაზე უკვე თითქოს ის ყველაფერი, რაც მონაპოვარი იყო კაცობრიობის, საერთო ცივილიზებული კაცობრიობის და რითაც ხელმძღვანელობდა პიროვნება, თვითონ ინდივიდი და ხელმძღვანელობდა საზოგადოება, ასე არსებობდა ცალკეული საზოგადოებები, სახელმწიფოები, რელიგიები და ასე შემდეგ, ყველა რელიგია ამემართულებით იყო, ხომ და აი ეს ნაშენები მორალური სახლი, homo moralis, აი ეს ცნება შემოვიდა ფაქტიურად homo sapiens-ის საპირისპიროდ, homo sapiens-ის მოაზროვნე ადამიანი და მორალური ადამიანი. აი დაუპირისპირეს რატომ? იმიტომ რომ აი ამ სწორედ 1000-წლოვანი ისტორიის განმავლობაში ადამიანმა დაინახა, მეცნიერებმა დაინახეს, რომ შეიძლება მოაზროვნე ადამიანი იყოს მორალური, უნდა იყოს წესით, მაგრამ ამავე დროს შეიძლება იყოს მორალის თვალსაზრისით არც თუ სახარბიელო, ხო? და ყველაზე ცუდი მაგალითი ეს არის ხოლმე, როდესაც მაღალი ინტელექტის ადამიანი მორალურად დაქვეითებულია და ეს ცუდი ცხადია, ცუდი მაგალითია, იმიტომ რომ ორიენტირი ჩვეულებრივ არის აი ეს განათლებული და კულტურული საზოგადოება. ახლა ერთი განმარტების მიხედვით მორალი წარმოადგენს კულტურის მიერ დადგენილ ნორმებს იმის შესახებ, თუ რა არის მართებული, რა არის არამართებული. გულისხმობა ქცევები, მოქმედებები და შემდეგ რა არის კარგი, რა არის ცუდი, სად არის ნოროტება, სად არის სიკეთე და ასე შემდეგ. ეს ამ განმარტებაში ხაზი უნდა გაუსვა იმას, რომ აქ ის ამბობს ეს განმარტება, რომ მორალი არისო კულტურის მიერ დადგენილი ნორმებიო. და ეს იმას კი არ ამბობს, რომ საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმებიო. საზოგადოების მიერ დადგენილი ნორმები ეს არის ფაქტობრივ სამართლებრივი ნორმები. ეს ხალხურ სამართალს შეეხება თუ ის წესები, რომელთაც საზოგადოება ცხოვრობს თუ სახელმწიფო სამართალს, ეს არის გარეგნული, ის რასაც ადგენს საზოგადოება და ყოველი საზოგადოება ასეა. ეხლა ჩვენ ამ საზოგადოებები ძალიან განსხვავდებიან, ტრადიციული საზოგადოებები და შემდეგ უკვე თანამედროვე სახელმწიფოებრივი წყობის საზოგადოებები. ცხადია, მაგრამ ამ შემთხვევაში ხაზი აქვს ამ განმარტებაში იმ გასმული იმას, რომ კულტურა არის არა გარეგანი, არამედ შინაგანი. აი სწორედ პიროვნების მორალურ სახეზეა საუბარი. ერთია საზოგადოების მორალური რაღაცა საზომები და სახელმძღვანელო პრინციპები და მეორეა რამდენად ემორჩილება ამას თვითონ პიროვნება, ადამიანი, ინდივიდი ადამიანია კულტურის მატარებელი და შესაბამისად ადამიანია მორალის მატარებელი. მოგეხსენებათ, რომ შეიძლება ძალიან კარგად იცოდე მორალური ნორმები, ზნეობრივი პრინციპები, რაც არსებობს, მაგრამ ამავე დროს შენთვის ამას არც თუ ხშირად იცავდე. ესე იგი, ცოდნა არ არის საკმარისი, თუ ეს კულტურა შინაგანად არ არის, ეს თურმე არ არის
პოზიტიური სახელმძღვანელო და თავარია რომ ადამიანი სწორედ ამიტომაც არის რომ აღზრდის სისტემაში ბატონო დავით აი უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიკავა სწორედ აი ამ ზნეობრივი საფეხურების გავლა მე საფეხურები ახლა პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას თუ ავიღებთ ხო ესე იგი ამ პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიაში სწორედ გარკვეული ეტაპებია განვითარების ეს არ არის რაღაცა ერთჯერადი და ასე შემდეგ ეს განათლებასთან ერთად მოდის ზრდა მორალის ცოტა დამოკიდებულებების და ეს უნდა გაიაროს ყოველმა ინდივიდმა დამოუკიდებლად და უნდა გაიაროს ყველა საფეხური აუცილებლად ფაქტიურად ამის პრინციპი ეს არის და ამას კოლბერგი უკვე ამას უწოდებს სწორედ მორალური განვითარების საფეხურებს და იგულისხმება რომ ეს არის სახელმძღვანელო და ახლა ჩვენ თუ ამ კუთხით შევხედავთ თითქოს თანამედროვე განათლების თეორია რაღაცა და პროცესი და ესე იგი ეს მიდგომები აი პიაჟე იყო ძალიან ესეთი ავტორიტეტი ჩვენს ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში მგონი და მე ამ მე-20 საუკუნის ბოლოს განსაკუთრებით და 21 წელს პიაჟე და ეხლა თითქოს ეს პიაჟეს პრინციპებიც არ მუშაობს იმიტომ რომ პირველი ყოვლისა რატომღაც ბავშვი გათავისუფლდა ესე იგი ამ ავალდებულებებისგან ის ქცევები რომლებიც თანამედროვე ახალგაზრდობას აქვს სწორედ სკოლიდან მომდინარეობს სადაც ერთი მხრივ მას ეუბნებიან რომ შენ შეგიძლია გასწავლეთ თქვენ აი ნაწარმოებს შენ შეგვიძლია კონკრეტული პერსონაჟი დადებითი პერსონაჟი ტრადიციული გაგებით თქვა შუშანიკის წამება შენ შეგიძლია დაახასიათო დადებითად შეგიძლია დაახასიათო უარყოფითად თავარია დაასაბუთო ესე იგი პრინციპი არ აქვს რომ ესე იგი შენ რამე სახელმძღვანელო ეს კი არ გაქვს შენ დამოკიდებულება უნდა გამოხატო და თავისუფალი ხარ ამას ეუბნებიან ასევე აქ ცევებში ახლანდელი ბავშვი ხო წარმოუდგენელი იყო ჩვენ დროს რომ ბავშვი თვითნებურად ამდგარიყო მერხიდან გადაწასულიყო კუთხეში დამდგარიყო რაღაცა მესიჯები გაეგზავნა ან გასულიყო გარეთ უკითხავად ან შეიძლება ბუდერბროდი ამოეღო და მიერთო და ეს ყველაფერი ახლა თითქოს არის ეს ჩვეულებრივი ამბავია უკვე გადავედით ჩვენ სულ სხვა კატეგორიაში აი სულ სხვა რაღაცაში აი მინდა რომ ბატონო დავით ეს თემა არის ძალიან ფართო და თავარია ძალიან მტკივნეული იმიტომ რომ ეს შეეხება ჩვენი ერის მომავლის სახეს ანუ ჩვენი ერის განვითარებას საზოგადოებრივ დიახ ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია იმიტომ რომ ზნეობა არის როგორც ინდივიდუალური ასევე კოლექტიური ზნეობა კოლექტიური მორალი ზოგჯერ ემთხვევა ერთმანეთს ზოგჯერ ხდება აცდენა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ ახლა კოლბერგი ახსენეთ ის სამი ასეთი თეზა აქვს ერთი როდესაც თქვათ ადამიანის ზნეობრივია იმიტომ რომ მას შიში აქვს რომ ამის გამო დასჯიან თქვათ ბავშვი შეშინებულია რომ მე თუ ამას დავაშევებ და ამისთვის დამჯის ერთი მომენტია მეორე მომენტია რომ ადამიანი პასუხს აგებს კოლექტიური ზნეობის წინაშე საზოგადოების წინაშე რა სიტყვის ხალხი ასე ვთქვათ და ამის გამო ის ესე იგი უზნეოდ არ იქცევა რომ ამან არ გამოიწვიოს საზოგადოებრივი მის მიმართ რისხვა და მესამე მომენტი არის ინდივიდუალური ზნეობა აქვს მას და ის მოქმედებს მას აქვს საკუთარი ზნეობრივი სისტემა და მოქმედებს ამის მიხედვით თვითონ საზოგადოებამ ზნეობა უზნეობას შორის საზოგადოება თვითონ აყალიბებს რაღაცა ცხოვრების ნორმებს წესებს აყალიბებს ზოგჯერ ეს რა თქმა უნდა ტრადიციაში შეიძლება იყოს ბევრი ნაკლოვანება ზოგჯერ ეს დადებითია ზოგჯერ ეს უარყოფითია და ამ დროს იწყება პიროვნებასა და საზოგადოებას შორის აი ეს დამოკიდებულება აი თქვენ და როგორ უნდა მოწესრიგდეს საზოგადოება ხო საზოგადოებას
მოწესრიგებას თქვა ადრე თუ ზრუნავთ მოიქცეოთ ადამიანი ამისთვის იყო თქვა საზოგადოებრივი გაკიცხვა შეიძლება რაიმე თქვა თვითონ საზოგადოებას გამოეტანა ამისთვის მისთვის რაღაცა სასჯელი მაგრამ შემდეგ ეს უკვე დაეფუძნა სამართალს საერთაშორისო სამართალს დაეფუძნა აი ეს ზნეობრივი პრინციპები და აი აქ საინტერესოა აი ზნეობისა და სამართლის ერთმანეთთან დამოკიდებულება ძალიან საინტერესოა იმიტომ რომ მოგეხსენებათ რომ ადამიანი როდესაც დანაშაული ჩადის თქვა ქურდობს იმას არავინ არ იჭერს იმის გამო რომ შენ ქურდი ხარ იჭერენ იმის გამო რომ რატო ჩავარდი მაგრამ როდესაც ადამიანი უზნეოდ იქცევა აქ არსებობს საზოგადოებრივი კონტროლი და ის ექცევა ამ საზოგადოებრივი კონტროლის ქვეშ და რატომ ჩადის ის ამას თქვა და რა ხდება მაშინ როდესაც ადამიანი გადადის ზნეობრივ ფასეულობებს მიღმა ასეთი დიდი კულტუროლოგი რელიგიის ისტორიის მკვლევარი მითოლოგიის არის ასეთი ჯეიმს ფრეიზერი და ეს ფრეიზერს 12 ტომი აქვს და ვერავინ აულის გვერდს როდესაც ლაპარაკობს აი ამ მითოლოგიურ წარმოდგენებს პირველ ყოფილ ადამიანებზე და ის ამბობს რომ როდესაც ადამიანმა ტაბუ მოიხსნა აი შედან დაშორდა ის ცხოველს ტაბუ არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ რომ ჩვენ ადამიანი ვიყოთ იმიტომ რომ ჩვენ საზოგადოებრივად ვართ ჩვენ არ საზოგადოების ნაწილი ვართ ამიტომ ჩვენი ნება ანუ თავისუფლების გაგება თავისუფლებაში აი ეს მომენტი თან გვაქვს ჩვენ საქმე ზოგჯერ ეს ირღვევა იმიტომ რომ ეს მომენტი რომ მე ჩემი ნება და მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ ჩემი სხეული მეკუთვნის მე და მე ვარ ამ შემთხვევაში ჩემი ნება არის სრულიად უკონტროლო ეს იწევს დაუშვათ ძალიან დიდ ესე იგი უკვე აქედან იწყება უზნეობის ძალიან დიდი საფეხური. კი, ბატონ დავით, აი ტაბუ არის ფაქტობრივ საზოგადოების ეს უძველესი ფორმაა საზოგადოების ზნეობის გამოხატულების და ეს არ არის ეს შეიძლება ითქვას რომ წიგნობრივ ცივილიზაციამდე იყო ეს ტაბუ. რა თქმა უნდა, ამას ამბობს ეს არის ხო თვითრეგულირება. აი რაღაცა და ეს ტაბუე სხვადასხვანაირია სხვადასხვა ერში და სხვადასხვა აშკარა არის ეს ძალიან ძველია და საგანგებოდ იკვლევენ ეთნოგრაფები ამას ხო? და ტაბუ გულისხმობს აკრძალვას გარკვეული სიტყვების წარმოთქმის. სკოლის ეს ტაბუ არის ენობრივი. ეს ენობრივი შეზღუდვა, იმიტომ რომ ჩვენი ცხოვრება და სხვადასხვა ის მორალური სახის წარმოდგენა სწორედ უპირველეს ყოვლისა სწორედ ენობრივად გამოიხატება. და ამ შემთხვევაში სკაბრეზული გამონათქვამები ხო ისეთი ისა ტაბუს მეშვეობით იცვლება და ერთი და იგივე შეიძლება გარკვეული ორგანოების სახელები და ასე შემდეგ დროთა განმავლობაში ტაბუ იყოს, მერე ის ტაბუ უკვე რომ მოხმარების ის გახდება საგანი უკვე მერე კიდე იცვლება, კიდე ახალი ტაბუ შემოდის და ასე შემდეგ. სიტუაციური მორალიც არის და ხო და არა მხოლოდ სხვა და ეროვნული რო ვთქვით, არამედ შეიძლება ეს ტაბუ სხვადასხვანაირი იყოს აი ჩვენი ეთნოგრაფიული კუთხეების ამაზე ჩვენ მრავალფეროვნებაზე ვილაპარაკეთ და ამ თვალსაზრისითაც კი. მაგრამ ეხლა ჩვენ ცოტათი და საერთოდ გვერდს ვერ აუვლით რომ სულ სხვა ასე ვთქვათ სულ სხვა განვითარების კაცობრიობის და საზოგადოების განვითარების სულ სხვა კულტურა მოიტანა რელიგიის თანამედროვე რელიგიების კონფესიების დამკვიდრებამ და ჩვენ რომ შევეხოთ განსაკუთრებით ქრისტიანობა არის რელიგია რომელიც პიროვნებას ადამიანს ათავისუფლებს სხვათა შორის ეს ქრისტიანობისთვის არის დამახასიათებელი კერძოდ აი წმინდა წიგნი ამბობს რომ არა დამონებულ არს ძმაი გინა დაი არამედ განეყენენ ამაში ნათქვამია ის რომ არავისი მონა არ არის და მას შეუძლია საკუთარი გზა
განვითარების თვითონ გადაწყვიტოს. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა შეეხებოდა სარწმუნოებას. შუშანიკი ამას იყენებს, მოგეხსენებათ ამას იყენებს სწორედ ვარსკენთან დასაპირისპირებლად ის ოჯახურ სიმტკიცეს არღვევს აი ამ დებულებით, რომ არადამონებულ არს. მაგრამ იმავე დროს, ესე იგი ეს ქრისტიანობის ქვაკუთხედია, რომ ადამიანი თავისუფალია არჩევანში, მაგრამ ამავე დროს სწორედ ქრისტიანობამ დაამკვიდრა ძირითადი მორალური ნორმები, ხო? პირველ რიგში 10 მცნება და ამას სჭირდება ძალიან გააზრება, იმიტომ რომ თუ მანამდე სანამ ესე ვთქვათ ეს სარწმუნოება შინაგანი არ არის, ადამიანის არ ჩადის, ვთქვათ არ ქურდობს, ან ქურდობს იმის გამო რომ არავინ ხედავს. შემდეგ როდესაც მან იცის ცნება და იცის რომ იმ ცნებას აკონტროლებს არა სამართალი, არამედ აკონტროლებს უფლისამართალი, რომ ის არის ცოდვა და არა იპარო უკვე, მისთვის არის შინაგანი ნორმა. აი თქვენ ეს საკითხი დასვით და ეს ჩვენი სარწმუნოებრივი სჯულის საფუძველზე ეს არაჩვეულებრივად იყო დანერგილი და მოსდევდა თელ ჩვენ ერს და თელ ქრისტიანულ სამყაროს ყოველ შემთხვევაში. სხვა რელიგიებში ყველგან არის მორალის მხარე, არის წარმოდგენილი და ეს ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ესე იგი მე ვიქცევი ცუდად ან კარგად არა იმიტომ რომ დასჯის მაშინია, არამედ იმიტომ რომ მე შინაგანი სარწმუნოებრივი კულტურა მაქვს ისეთი, რომელიც არ მაძლევს უფლებას იმათ ფიგურალურად რომ ვთქვათ, ღმერთი ყოველთვის მხედავს. და მე რომ სხვა შემთხვევაში რომ ვთქვათ, პოლიციელისგან თვალი შეიძლება ვიცდინო და არ მხედავს არავინ და რაღაცა გავაფუჭო, აი ჭეშმარიტი მორწმუნე ადამიანი ამას არ ჩაიდენს. აი ხომ არ არის, ეხლა ეს კითხვა ბუნებრივია, უნდა გვაწუხებდეს და ვფიქრობდეთ ჩვენ ამაზე, ხომ არ არის მიზეზი რომ თანამედროვე უფრო მაღალი ცივილიზაციის მქონე და განათლების მქონე ადამიანი საზოგადოდ ვამბობ ამას, რომ დასცილდა სარწმუნოებას, ხომ არ არის ეს დაცილება მიზეზი იმის, რომ მას აღარ აქვს აი ეს შინაგანი მაკონტროლებელი განცდა. ქრისტიანული წელთაღრიცხვი ვინ შექმნა? ქართველმა ქურუმებმა ის წელთაღრიცხვი, რომელიც ახლა არსებობს, ეს ქართული წელთაღრიცხვია. ყველაზე ადრეული ქრისტიანული ქართული წელთაღრიცხვის პატრონები ჩვენა ვართ. უძველესი ქრისტიანული წელთაღრიცხვის წარწერები ჩვენა გვაქვს. ევროპაში ეს ძალიან აღიარეს. პირველი ამღიარებელი რომის იმპერია იყო. აღიარეს ქართველთა ქურუმთა ღვაწლი. ჩვენ ჯერ გვქონდა ზის კალენდრის დასაწყისის წელთაღრიცხვა, მერე გვქონდა ფარნავაზ მეფის წელთაღრიცხვა. როცა ბრძანებს რომ ღმერთი მოუკვდა აქ გააზრებულია ისა რომ ადამიანის ცნობიერებაში გადის ღმერთი უკვე აღარ არის ცენტრალური ფიგურა და აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ არა შექმნა კერპიო საკუთარი თავიდანო და ეს არა მარტო საკუთარ თავს გულისხმობს, ზოგადად ქრისტიანობა ებრძვის კერპებს. ანუ რა ხდება? ღვთის თაყვანების ცემის ნაცვლად ხდება კაცთაყვანის ცემა, ადამიანის თაყვანის ცემა. თქვენ ხედავთ ახლა თქვათ გაჯარბებულად ჰოლივუდის ვარსკვლავებია, სპორტსმენებია, თუ რამ მდგომარეობაში, როგორ ეგზალტირებულ მდგომარეობაში ვარდებიან ადამიანები, მათ შემხედვარე. ხო და ეს
ძალიან ძლიერად აქვს სოფლიო გენიოს დოსტოევსკის რომ თუ ესე იგი არ არსებობს მარადიული ღირებულება, ანუ ადამიანი ღმერთზე დაშორდა და თუ კი არ არსებობს ეს მარადიული ღირებულება, არ არსებობს რაღაცა ფასეულობა მყარი, მაშინ ყველაფერი დასაშვებია და აი ეს მოიტანა კიდე ამ თანამედროვე ეპოქამ, რომ რაღაცნაირად ყოველწამიერი ტკბობის, ანუ რაღაცა დროსთან დაკავშირებული პოსტმოდერნის ეპოქისათვის დამახასიათებელი. სხვათა შორის, ბევრი ისტორიის კრიტიკოსები ვინც წერენ ომებზე ამბობენ, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ადამიანმა დაინახა, რომ მისი სიცოცხლე, თქვათ, აბსურდამდეა მისული, ასევე მეორე მსოფლიო ომის დროს, მაშინ მორალური კატეგორიები უკანა პლანზე იწევს. და ადამიანი ფიქრობს, რომ დატკბეს იმ ცხოვრებით, რაც მას აქვს. ამიტომ აი თვითონ განსაკუთრებით ბატონო დავით უკაცრავად, რომ აი ერთი ეტაპი განსაკუთრებულად უნდა დავასახელოთ ამ თვალსაზრისით, იმიტომ რომ ჩვენ პირადად მოვესწარით ამას და ვიცით რა იყო ეს სოფლიო კაცობრიობის ფსიქიკისთვის. ატომური ბომბის, ატომური ჰიროსიმა ნაგასაკი ეს შემთხვევა და ატომური შეიარაღების განვითარება. აი მაშინ ყველაზე მეტად წამოვიდა ნიჰილიზმი, დამოკიდებული ნიჰილიზმი. აი სწორედ ცხოვრებით ტკბობის მოწოდება, რომ რა არის, აი გავნადგურდებით ერთ წუთში. იმიტომ რომ აბსოლუტურად გახდა ის, რომ მარადიული და მყარი არაფერი არ არის. ყველაფერი შეიძლება რაღაც წამებში დაინგრეს და შემოდის აბსურდის საკითხი და ადამიანს ამ დროს რა თქმა უნდა საყრდენი არ აქვს, რომ ქრისტიანობა ახსენეთ, ის ქრისტიანობა ადამიანს ამით იყო მარადიულობასთან და ის იყო მარადიულობის ნაწილი, თქვათ, ამ მარადიულობაში და თუ ეს ყველაფერი წამიერია, რა თქმა უნდა, ეს შემთხვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი და თქვენ ახლა სასწავლო ორიოდე სიტყვით ვიტყვით, რა თქმა უნდა, უბრალოდ არ შეიძლება ეს გოგებაშვილი ამას ძალიან მიუთითებდა, თქვენ ამის აღიარებული სპეციალისტი ხართ ამ სფეროში, რომ სნეულობა დავაშოროთ სასწავლო პროცესს, რომ არ იყოს მთავარი ღერძი ზნეობა, მომავალი ადამიანის ფორმირებისათვის არ იყოს სტრატეგიული ხაზი და აი ეს რომელიც სასწავლო პროცესში ჩადებულია ეს სიტუაცია და მეორე ახლა კიდევ შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვამბობთ, რომ თქვა ადამიანს უჭირს ღარიბია და მან შეიძლება ზნეობრივი გადასტუმები გააკეთოს, მაგრამ უფრო პარადოქსულს ვღებულობთ, რომ სამეცნიერო ტექნიკური რევოლუციების განვითარებამ იმან რომ ადამიანები თქვათ მატერიალურად ასეთ დონეზე ავიდნენ და თქვენ იცით რომ რამდენი მილიონერი და თქვათ მილიარდელია არის დღეს მსოფლიოში და რა ცხოვრების დონეს მიაღწია თანამედროვე წარმატებულმა ქვეყნებმა, აი ამ დროს უფრო მეტად ადამიანი ფიქრობს მატერიალურზე, ყოველდღიურ სიამოვნებაზე და აი ამაზე ფიქრმაც მიიყვანა ის ნეობის დაცემამდე. ესე იგი, შედეგი ამან თითქოს უნდა გამოეწვია, რომ ამ დროს ადამიანი უფრო მორალური ყოფილიყო, მაგრამ ამან სწორედ გამოიწვია მატერიალურზე ჩაჭიდებული ადამიანი. ის დაშორდა ფასეულებებს, მარადიულ ფასეულებებზე ფიქრი მან დაკარგა და თანაც რაღაც სივრცის კულტურა რო ადამიანი დგას, ფიქრობს, რაღაცა და მაგრამ ეს დროის აჩქარებული პოსტმოდერნიზმი როცა არის, აი ეს პოსტმოდერნიზმი დრო, პოსტმოდერნიზმის ეპოქა კიდევ უფრო მეტად მიყავს ადამიანი ზნეობრივ დაცემამდე. საზოგადოდ აი ყოფით ის რომ ავიღოთ ჩვენ ერთი კანონზომიერება არსებობს, რომ რაც უფრო უზრუნველყოფილია და ასე ვთქვათ, არ აწუხებს სხვა რამე ყოფითი პრობლემები ადამიანს, მით უფრო ნაკლებად დამოკიდებულია სარწმუნოებაზე. მით უფრო ნაკლებად ახსოვს მარადიულობა და ღმერთი და რაც უფრო შეჭირება გაჩნდება, მით უფრო არის. და აი თქვენ რომ ბრძანეთ, რომ თითქოს ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი ქონება მოიხვეჭეს, განვითარდნენ და ასე შემდეგ,
ის მათი აი ეს მორალური დამზღვევი თითქოს მოიშლება ხოლმე, იმიტომ რომ ისინი ყოვლის პატრონებად იგრძნობენ თავს და ეს მაკონტროლებელი არ არის. ეხლა ჩვენ არ შეიძლება ბატონო დავით არ შევეხოთ აი ამ რადგან ჩვენ მაინც უფრო თანამედროვე ვითარებაზე ვლაპარაკობთ, ეპოქები ყოფილა და ყოველთვის როცა განსაკუთრებით როცა დამოუკიდებლობა ქვეყანას დაკარგული ჰქონდა და ასე ვთქვათ მყრობელია, მაშინ განსაკუთრებით ერის მორალი იშლება ხოლმე. რაღაცა სხვა ხდება, იმიტომ რომ სწორედ შინაგანი და თვით რეგულაციის კულტურა რომ არის, აქედანაც ჩანს, იმიტომ რომ როცა ზემოდან ხდება გარკვეული დაშინების მეთოდებით არა დანერგვა რაღაცის, მაშინ შინაგანი მექანიზმები იშლება, აი სწორედ ამ მორალური თვითკონტროლის და ახლა ჩვენ ერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდით, რომ ბატონო დავით შეგახსენებთ, რომ ჩვენ ცხოვრობდით ისეთ სისტემაში, როდესაც პიროვნების თავისუფლება იყო ერთი მთავარი საოცნებო ამოცანა. ჩვენ ვიცოდით, ხედავდით, რომ პიროვნება საბჭოთა სისტემაში არ იყო თავისუფალი, ფაქტობრივ ეს იყო ევროპული გაგება, ევროპული ცივილიზაცია და კულტურა მოდიოდა პიროვნების თავისუფლებით, ამას გვთავაზობდა და ჩვენ ამას როგორც არალეგალურ იდეას, ასე ვთქვათ, ასე ვატარებდით. და ეროვნულ თავისუფლებაზეა ლაპარაკი, მაგრამ აქ ცხადია ფართოდ, მაგრამ აქ პიროვნულ თავისუფლებას უსვამ ხაზს, იმიტომ რომ ჩვენ მართლა ეს რაღაცა განსაკუთრებული ფასეულობა და ასეც არის, მაგრამ გვეგონა რომ ამაში აი ამ ფორმაციის წყობილების შეცვლაში იყო პანაცეა იყო ეს იმისთვის, რომ მოგვარებულიყო ეს. ეხლა პოლვარელერი ამბობს, რომ თავისუფლება ყველაზე დიდი გამოცდა, ყველაზე სერიოზული გამოცდა, რის წინაშეც შეიძლება დააყენო ხალხი, ან პიროვნებაც იგულისხმება. თავისუფლება მართლაც ეს პიროვნებასა, ნებისმიერ პიროვნებას განუცდია, რომ მას შეიძლება მიანიჭო ის თავისუფლება, რომელიც შინაგანად არ აქვს და აღმოჩნდეს სასწორკვეთილებაში იმის გამო, რომ მას ერჩივნა, რომ კარნახობდნენ და იყო დამოკიდებული. ეს ლიტერატურაში ძალიან არაერთი იმით არის აღწერილი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი. ეს პიროვნების თავისუფლება სერიოზული პრობლემა რომ არის, ეს სრულიად აშკარაა, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, ახლა მე ერთ რამეზე მინდა გავამახვილოთ ჩვენ ყურადღება, რომ ის პიროვნების თავისუფლება, რომელზეც ადამიანის საზოგადო უფლებები და თავისუფლებები, ხო? ეს რომელიც ჩვენთვის იყო ასევე იდეალი და მე ამის მონაწილე გავხდით, დღეისთვის თვითონ უკანა პლანზე გადავიდა და მიიღო დეფორმირებული და დამახინჯებული ხასიათი. კერძოდ რითი მიიღო ეს ჩემი აზრით. ახლა ადამიანის თავისუფლებაზე კი არ ლაპარაკობენ გამოხატვის თავისუფლებაზე. რაღაცნაირად გამოხატვის, რა თქმა უნდა, პიროვნების თავისუფლება არის გამოხატვის თავისუფლება. თქვას მოიქცეს და ასე შემდეგ, როგორც მას მიაჩნია, მაგრამ თუ მას არ აქვს ის მორალური კანონები შინაგანი, რომელიც მას მართავს, ანუ ეს თავისუფლება ის კი არ არის, მინდა განვმარტო ეტიმოლოგიურად თავისუფლება ესე იგი ესმით ისე რომ ეს არის ყველაფრის უფლება მისცე თავს, უფლებას აძლევ თავს. სინამდვილეში თავისუფლება არის თავის შინაარსში არის თავის ფლობა. ფლობაა ეს არის ის ნორმები, რომლებიც შენს ქცევებს წარმართავს ისე რომ შენ მისაღები იყო მოყვასისათვის, საზოგადოებისათვის, თანამემამულათათვის. და აი ამ გამოხატვის თავისუფლებამ ჩვენასაც ვხედავთ და მსოფლიო მასშტაბით ვხედავთ, ხო ამას? ყველას შეუძლია და განსაკუთრებით მედიამ გამოიყენა ეს, ნებისმიერი რამე უკვე თქვას ღია ეკრანზე ეთერში, არ მოერიდოს არც საზოგადოებას, აღარ არსებობს აი ის ნორმები, რომლებზეც ვლაპარაკობდით, ტაბუა ეს თუ აკრძალვები გარკვეული მორალურის, იგინებიან სკაბრეზულ სიტყვებს ჩვეულებრივ გამოთქვამენ და იქცევიან ისე როგორც არ შეიძლებოდა, ეს კი არა, ახალგაზრდობა შესთავაზეს. მე მინდა გაგახსენოთ, დიდი ხანი არ არის მას შემდეგ, რაც ერთი მოზარდი გოგონა ლაპარაკობდა მაშინ ინტერნეტში, რომ დღეს მე გმირობა უნდა ჩავიდინო.
ამით დაიწყო. რა უნდა ჩაიდინოს? უნდა გავშიშოთ. ამბობს ის. ესე იგი, მორალი ანტიმორალით შეიცვალა. ესე იგი, აი ზნეური უღმა მოხდა ეს ყველაფერი და აი ამანა, ესე იგი, ამ რაღაცა, ასე ვთქვათ, აბსოლუტურმა გათავისუფლებამ ზნეობრივ კატეგორიების და რას მთავარია, აი გამოხატვის თავისუფლება, რომელიც ფაქტობრივ არის შეუზღუდელი და იმდენად შეაწუხა მათ შორის აი განვითარებული ევროპული საზოგადოება, რომ დაიწყეს რეგულირება. აი დაიწყეს ესე ვთქვათ კანონებში, თუნდაც მედიის იმაში, ხო, კანონებში შეაქვთ ის ნორმები, რომელიც არ შეიძლება დაარღვიოს. და ახლა ჩვენაზეც ვლაპარაკობთ, უშველის კი ნორმა ზემოდან დადგენილი, როდესაც მას ის შინაგანი კულტურა არ აქვს. ესე იგი, ძალიან მნიშვნელოვანია აი ამ კონკრეტული ცნებების დევალვაცია, თქვათ, თავისუფლება, მისი გაგება, ესე იგი, არასწორად და დამახინჯებულად, ანუ მისი უკიდურეს ფორმებში გადატანა. და მე წეგალ ვამბობდი, რომ აი პიროვნება და თქვენთას ესე დააზუსტეთ, რომ ყველაფრის, ანუ თავისუფლება ნიშნავს პასუხისმგებლობასაც, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას საკუთარი თავის მიმართ და ზოგადად აი იმ დიდი ჭეშმარიტების, რასაც ქრისტიანული და უფლიდან მოსული ჭეშმარიტება ქვია. და მისი გამოხატვის ფორმა უკვე რადგან სიტყვა თავისთავად უფალია და მისი მასთან უხეშად მისვლა უკვე ბილსიტყვაობა უკვე თავისთავად გადადის ესე იგი უზნეობაში. და ახლა ძალიან კარგად ამ ზნეობრივ კრიზისს თანამედროვე მსოფლიოში გამოიხატება ეს ხელოვნებაში და კულტურაში. ძალიან კარგად. აი მე რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. ახლა მე ერთი ასეთი ანსამბლი, საესტრადო ანსამბლი არსებობს ტატო. ორი ტატიანა არის, ტატიანა, რომელსაც ევროვიზიაზე და რუსეთში აქვს ფანტასტიკური პოპულარობა. ჩვენ ბატონო და რა ხდება ახლა კონცერტი რო იწყება, ორი გოგონა გამოდის, ორი ქალი. წელზევით შიშველი არის და კოცნის ერთმანეთს. ამას დარბაზში უმოყვება ძალიან დიდი ესე იგი ტაში და აჟიოტაჟი და ბილეთები არ იშოვება და ძალიან დიდი პოპულარობა აქვს. ნუ თელმა მსოფლიომ ასე იწოდა და მეც რა თქმა უნდა რომ ესენი არატრადიციული ესე იგი ორიენტაციის ადამიანები არიან და აკეთებენ ლესბოსურ იმას, გაათამაშებენ თქვათ ლესბიანკურ იმას. და შემთხვევით უსმენ ის არის რუსული გადაცემა, აი ერუდიტებზე რა გადაცემა. ნაუკაჟის თუ რა ქვია ახლა ახლა აღარ არის ეს ნაკლებად უსმენ, მაგრამ ადრე ძალიან დაინტერესებული ვიყავი და ლაპარაკობს აი პროდიუსერი, ახლა აი ამ ანსამბლის და ლაპარაკობს. ჩვენ როდესაც ეს გოგონა მოვიწვიეთ და გვინდოდა ესე იგი რეპერტუარი შევედგინაო, ჩვეულებრივ მიდიოდა ეს თქვა და მე ვფიქრობთ რა გავაკეთოთ, რა მოვიფიქროთ და მოვიფიქრეთ ასეთი რომ ვითომ ესენი არიან არატრადიციული, ამათ ორივეს ოჯახი ყავს, შვილები ყავთ და ტრადიციულად ცხოვრობენ ოჯახში. მაგრამ მე დავდგიოს მოვიფიქრე რომ ესენი არიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები და როდესაც ესენი გავაკეთოთ ამათმა პოპულარობამ ესე იგი უმაღლეს პიკს მიაღწია. ანუ თქვენ რაც ბრძანეთ მორალის ანტიმორალის ჩანაცვლება, წინათ მაგალითად ახლა მე მახსოვს ეს და ადრე უფრო მეტად იყო ხელოვანი პოეტი თქვა თუ იყო ძალიან მაღალი ზნეობის კაცი და ყველა ვიცოდი ჩვენ სანთელი პიროვნება იყო და წერდა ლექსებს, მაგრამ ეს არ იყო ის პოეზია, რომელი პოეზიაც თქვათ არის მაღალი ის პოეზია საზოგადოების თვალში ამის შემოქმედებას მისი პირადი ცხოვრების გამოფასი ეწეოდა.
ან ვიცოდით მსახიობი, რომელიც იყო ძალიან მაღალი ცნობის პიროვნება, მაგრამ არ იყო ხელახელოვანი, მაგრამ ამით იმის ფასი იწევდა. აი ახლა შებრუნდა ეგ სიტუაცია. ხელოვანი, რომელიც არ არის შეიძლება იმ სიმაღლის, არ სტატუ არის იმ სიმაღლის ანსამბლი, არ არის, მაგრამ თუ ის ანტიმორალით შემოვა და ამითი დადგება, ანუ შექმნის აი ამ ცრუ აჟიოტაჟს და აი ამას ის უფრო მაღლდება. აი ეს ხდება მწერლობაში, ამას თანამედროვე ქართველი პროზაიკოსებიც იყენებენ და პოეტებიც, ამას უცხოელებიც იყენებენ, ამას შეართვეს გამალამაზებელი სიტყვა ეპატაჟი, რომელმასაც უნდა ამას, მაგრამ ამ ეპატაჟის ქვეშ იმალება ამორალიზმი. ახლა მეორე ამბავია, ზნეობა იმდენად წავიდა, უკარო ფილმები არის კილერებზე, დაუშვათ პორნო ვარსკვლავებზე ფილმებია, ჰოლივუდის და არა მარტო ჰოლივუდის, აფასიანი ზოგიერთი ფილმებია და აი ამ სასტიკ ვამპირებს არის ძალიან სერიოზული ფილმები და ამას ახალგაზრდობა უყურებს. ვამპირებზე და მკვლელების ამბავი და რაც ისეთია მანიაკებზია ფილმები, მანიაკებზე პირდაპირ რომ დადის ქალაქში მანიაკები და ბავშვებს ხოცავს და ეს ფილმები და მილიონობით ტირაჟითაა და მოგება ეს არის მედიცინის სფერო. ხელოვნების სფერო ეგ არ არის. არ შეიძლება რომ ხელოვნება პათოლოგიას იკვლევდეს, პათოლოგიას იკვლევდეს და მე კიდე მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ რადგან დავით ჭეშმარიტ ხელოვნებაზე ჩვენ საიდანაც მოდივართ ჩვენ იმაზე ვლაპარაკობთ და მას კულტურა პირიქით დაკვეთას ასრულებს ის ვაჭრობს ამ თავისი ესე იგი ამ თავისუფალი გამოხატვით. შეთანხმებით. აი ეს არის მთელი უბედურება რომ მყიდველი რასაც ყავს იმას აკეთებს და უნიჭოს სხვათა შორის რეჟისორი, მწერალი და ასე შემდეგ ხშირად ეფარება სწორედ იმას რომ იქ ასახავს რაღაცა ისეთ სცენებს რომლებიც კულტურული საზოგადოების მიუღებელია, მაგრამ სამაგიეროდ მასა ამას პოპულარულია და ძალიან კარგად იღებს. აი სიშიშვლის ფაქტიურად ხდება კულტივი. არ არსებობს სპექტაკლი უცხოეთში, ევროპულ ქალაქებში, რომ გოგონამ არ გაიხადოს. თითქმის 1-2 მომენტი არის ასეთი, მაგრამ ამას აქვს რეალური საფუძველი სხვათა შორის. ეს რომ თქვათ მე საუბრობ რომ კილერებზე ფილმებს იღებენ, აქვს იმიტომ რომ კილერი პროფესიაა უკვე. კილერი არის პროფესია, მუშაობს ადამიანი, ხელშეკრულება აქვს და კილერი იქცა პროფესიად. არსებობს პორნოსახლები, სადაც მეძეობა არის პროფესიად და ადამიანის შრომითი ხელშეკრულება აქვს და ცხოვრობს და აკეთებს თავის საქმიანობას. და აი ერთი მაგალითი კიდე რა, მე რატო ვამბობ, ხელოვნება ზუსტი ანარეკლია იმისა, ხელოვნება შეიძლება ბჭყალებში იყოს, მაგრამ მაინც ხელოვნების ისაა ეს. თქვათ, რაც ხდება ცხოვრებაში. ერთმა გერმანელმა ქალმა საშინელებას ვამბობ ახლა ეკრანიდან, მაგრამ აღწერა თავისი ურთიერთობები, გადახრილი ურთიერთობები მამასთან. ეგ საშინელი ამბავია და დაიბეჭდა ეს გერმანულ პრესაში. ხო. და ამას ხო საშინელებაა, მაგრამ ამაზე უარესი არის მის ქმართან ინტერვიუ. ქმარს ეკითხებიან, აი რა სიტყვითო და ქმარი ამბობს, რომ აი ჩემი მეუღლე არის აბსოლუტურად თავისუფალი. მან ის წერან ტაბუს თემაზე რომ მივაბად ახლა ისევ შემომავალი, მაგრამ ჩემმა მეუღლემ ტაბუ ახსნა. შეიძლება ეს ბევრი მეუღლის ოჯახში მომხდარა, ბევრს გაუკეთებია, მაგრამ გამბედობა არ ყოფილის და მე ამაყი ვარ, რომ ჩემი მეუღლე აი ასეთი ისე იგი მან შეძლო ამ დონის თავისუფალია ის. ანუ სად შეიძლება ჩვენ მივიყვანოს ამ დეგრადაციამ და ისევ ფრეიზერს დაუბრუნდეთ, ისევ ადამიანი უბრუნდება იმ პირველ ყოფილ სანამ ტაბუინდელ სიტუაციამდე მივდივართ ჩვენ ისევ, როდესაც ეს ტაბუ სრულად იხსნება აბსოლუტურად, რომ ნუდისტების შეხვედრები არის და ნუდისტები შიშვლები ატარებენ ქუჩებში
მიტინგებში იმას აქვია ჩემბატონო მიტინგებს იგივე ნუდისტები ორგანიზაციები არსებობს სადაც ყველა თანამშრომელი შიშველია და მიდის ესე იგი და ისინი ამბობენ რომ ჩვენ და როგორც დავიბადეთ რაღაც რელიგიამდე არის ეს დამაგინჯეული რელიგიამდე ჩვენ როგორც დავიბადეთ აი ისე უნდა ვიყოთ ჩვენ ზუსტად ამას მივდევთ აი ეს დეგრადაცია se მივიდა უკვე სოფლიო საზოგადოება და ამ გაშლილ თქვათ მასში კულტურის მდგომარეობაში ეს გადაედება ისეთ ქვეყნებსაც, პატარა ქვეყნებსაც და მთელ სოფლიოში ეს ვრცელდება. ჩვენი რაღაცა ფარი მაინც ძალიან დიდი იყო, რომ მოვალეობის გზნობა იყო დედის, სამშობლოს, რწმენის და ეს მოვალეობის გზნობის დევალვაციამ კიდე და გაქრობამ ეს ცალკე თემაა და ახლა არ მინდა გავშალოთ ეს თემა, მაგრამ პრიორიტეტი გადაიტანა აი ამ ტრადიციულ, აი განსაკუთრებით ეს კონფლიქტი არის მწვავე ტრადიციულ საზოგადოებებში. Qabeldan სადაც საქართველოა. ჩვენ საინერაც მოდივართ, საერთოდ ჩვენ ქართველმა ხალხმა აი ეს ფასეულობები, ეს ოჯახი, დედა, ქალი, კაცი, უფროსი, უმცროსი, ხო, ეს ყველაფერი დღემდე მოვიტანეთ. იგი მე-20 საუკუნეში უკვე სერიოზულად შეიხახო ყველაფერი ეს განვითარებულ ევროპაში, მაგრამ ჩვენ მოვიტანეთ დღემდე და დღეს როდესაც ასეთი სისწრაფით ხდება იმ პოპულარული წყალებში თუ პირდაპირ მნიშვნელობით მას კულტურის საქართველოში გადმოტანა ჩვენში დანერგვა ეს ძალიან მტკივნეულია ჩვენი საზოგადოებისთვის და პირდაპირ აი შფოთვას იწვევს თუ შფოთებას იწვევს და განსაკუთრებით ერთ რამეს მინდა გავუსვა ხაზი, რადგან ჩვენი ეს გადაცემები მაინც ყოველთვის აქცენტი კეთდება, რომ ჩვენი საზრუნავი არის ჩვენი მემკვიდრეები, ჩვენი მომავალი თაობა გადარჩეს იმ უარყოფით ნეგატიურ პროცესებს, რაც ახასიათებს საზოგადოებრივ კაცობრიობის განვითარებას და აი ერთი ასეთი ჩვენს თვალწინ მოხდა, ჩვენ ვიყავით მაყურებლები და ასე ვთქვათ, მე შეიძლება ითქვას თანამონაწილენი ზოგჯერ არაჩვეულებრივი სიკეთით, ჰუმანიზმით ახსავსე მულტიპლიკაციის მათ შორის საქართველოში. აი ქართული მულტიპლიკაცია, როგორც საერთოდ ქართული კინემატოგრაფი იყო რაღაცა განსაკუთრებული მშვენებისა და ესთეტიკის და ეთიკური მხარისა, ხო? და უცებ ჩვენს თვალწინ შემოვიდა ანიმაციური ფილმები და რაც მთავარია უკვე კომპიუტერული და მობილურებია, ხო, თამაშები, რომელშიც ძალადობის, აი რაზეც ვლაპარაკობდით და სიშიშვლის და ასე შემდეგ, აი ეს განსაკუთრებით შემაშფოთა პირველად როდესაც ვნახე, როცა ჩემი შვილიშვილი ასე ვთქვათ ამ საბავშვო თამაშებს ყურებდა, ეცნობოდა, ხო, რაღაცა მთელი ის იყო არის, ხო, უზარმაზარი ნაკრებია ამის და თუ იქ რომ ხოცავს, თქვათ ეს თამაში, რომ ხოცავს მოწინააღმდეგეებს, ეს კი არა, იქ რომ სისხლიყო არადრო მიდის და პირდაპირ ის ძალადობა და იმის სისასტიკერო ჩანს. ანუ რა არის ახლა რომ სხვა შორის იგივე აი ამერიკაში როცა ცადამჯენების ის მოხდა ხო და ეს ცნობილი ტერაქტი, მაშინ ასეთი ის გაიცა რაღაცა ეროვნული ის რომ არ ეჩვენებინათ ის ასე ვთქვათ ის ფიზიკური გარდაცვლილების, აი ეს დახიჭრებულებისა და დაგლეჯილი საზოგადოების ესენი სურათები არ ყოფილიყო და
ჩვენ იმასაც მივეჩვიეთ, რომ რაღაც ის რომ მოხდება, მაინც და მაინც ეკრანი უნდა მიუშირონ სისხლის უბეს, რომელიც არის დაყენებული. ეს მომავლის ფსიქიკას ძალიან ამახინჯებს და ძალიან უარყოფითად მოქმედებს. და აი აქეთ რო წავიყვანოთ ჩვენი დასასრულისკენ საუბარი, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ რაღაცა რეგულირება იყოს. ჯერ ერთი ამ მიმართულებით ჩვენი ეროვნული კულტურა უნდა იყოს მეტად წამოწეული, მათ შორის კინემატოგრაფი. მეორე, აი განათლების სფეროში, როდესაც იწყებოდა ეს რეფორმა, მაშინ აი მე მართლაც გულუბრყვილოდ ფიქრობდი, რომ ახლა ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დამოუკიდებლობის პირობებში შეგვიქმნა ნამდვილი ეროვნული სკოლა, რომელიც აი დაწყებით საფეხურზე, პირველი მე-6 კლასების დონეზე, ხო? ერთი მხრივ ესთეტიკურ განვითარებას განაპირობებდა ბავშვების და მეორე მხრივ ეთიკურს. ესთეტიკა და ეთიკა ეს სხვადასხვა სფეროა, მაგრამ ამ დროს ძალიან განუყოფელია განსაკუთრებით ბავშვების დონეზე, იმიტომ რომ შენ თუ მშვენიერებას ასწავლი, ეს მშვენიერება თავისთავად არის ეთიკური უკვე. ის წესები, ის ნორმები, რომელიც ქმნის და რომელიც იყენებს ესთეტიკურს, არის სწორედ ეთიკური. და ეს არის ძალიან სერიოზული საფედრალი ბატონო. კი ბატონო, თქვენ ახლა ძალიან კარგად დააყენეთ საკითხი და ელაბარაკეთ თქვათ როგორ ხდება ბავშვის სულის დამახინჯება და მაგრამ ხელოვნება კიდევ ამბობ ანარეკლია იმისა, რაც რეალობაში ხდება. აი მე მოვიყვან ახლა ჩვენს მე არ მინდა პოლიტიკურ რეალიებზე გავიდე, მაგრამ ზნეობრივ მომენტში მინდა ვნიშნო ორი ფაქტი. ერთი, როდესაც ჩვენ ეკრანზე ვნახეთ, რომ ერთ-ერთი პოლიტიკოსი ხუთმა გვერდით, ან პოლიტიკოსი ახლა ბჭალებში ვსვამ, მაგრამ პოლიტიკოსი არის, იმიტომ რომ პოლიტიკაზე გავლენა აქვს და თავისთავად ეკრანზე უყურებთ სატელევიზიო ეკრანზე, რომ ხუთმა ადამიანმა ერთი ადამიანი ცემა პოლიტიკოსი, ხო? უზნეობა არის. და ვინც ხუთმა ადამიანმა ეს ცემა, იმათი მომხრებით გაბედნიერებული არიან, რომ ის იმსახურებდა ცემა. შეიძლება იმსახურებდა, არ გამოგვიდა, მაგრამ მისულა ასეთი ქართველი კაცისთვის არ იყო ეს ნეურის მომენტი. მეორე მომენტი, პირდაპირ ეთერში უყურებთ, პოლიტიკოსი გამოდის პარლამენტის ხდომაზე და სიტყვით გამოდის. გამორბის იქიდან მეორე პოლიტიკოსი მიეპარება, სახეში დაარტყავს თელი ძალით და გაიქცევა. ამ შემთხვევას იმ პოლიტიკოსის მომხრები, ვინც ეს გააკეთა, აქტოვანებული არიან, ის საცემი იყო და რო ყოჩა და რა კარგი ხარ. აი ეს ხდება, რომ აბსოლუტურად ქვეყანაში არის ზნეობრივი დეგრადაცია. ეს არის ძალადობის მოწოდება, პირდაპირ ძალადობით აქტოვანება პირდაპირ და ამას ბავშვები უყურებს ეკრანზე. როგორ შეიძლება და ხუთი კაცი ესე იგი ჩვენ ყველას გაგვიდია რა ქუჩაში შეიძლება ფიჩხუბია კიდეს რომ ხუთი ერთად რომ მიდიოდა ეგ როგორი მომენტი იყო ან მეორე როგორი მომენტი იყო რომ კაცი მიდის აგერ ვიღაცას ელაპარაკები ფარულად მიეპარო დაარტყა და გაიქცე და შენ ამითი ამას რო ვინი კადრებდა აი აგერ ჩვენს თვალწინ თქვა ამას აკეთებს საჯარო პირი რომელსაც ახალგაზრდა უყურებს ეკრანზე და უყურებს იმასაც რომ მას დამცველები ყავს და ეს მე აისახება ლიტერატურაში აუცილებლად ნახავს ეს სასახვას და ზნობის ასეთი დაცემა ახალ არაფერს არ ვიტყვი ახლა რომ რომის იმპერიას რა დაემართა ზნობის დაცემიდან და ის რაც დღეს ხდება ბერდიავი ამბობდა რომ ესე იგი ბოსხიდან დავინახეთ ჩვენ ჰარმონიულობის გრევა, то ლიტერატურა და ხელოვნება ჰარმონიულობას ემსახურებოდა, რომ ადამიანი ჰარმონიაში იყო და ეს ფორმები მელოდიურობას და ჰარმონიას, ხო? და დაინახა ეს ბოსხმა და ეს გრევა დაინახა, ხო? ამაში აპოკალიფსის ნიშნებია და ხლა რელიგია გვაფრთხილებს ჩვენ, რომ როდესაც დაიწყება ეს მომენტი, როდესაც ზნეობა დაინგრევა დედამიწაზე და თითოეული ადამიანის სულში ამან ეს არის საყოველთაო აპოკალიფსის და საით მიდის მსოფლიო და რა გზა აქვს და როგორ უნდა გადარჩეს ესა საფიქრალის საერთოდ კაცობრიობის წევრების, ხელოვნების და ფსიქოლოგების და ყველას და ჩვენი საფიქრალიც ესაა და ამავე დროს ჩვენი სამშობლოც აი ამისი მონაწილეა რომ ჩვენს თვალწინ კარგავთ ღირებულებას, კარგავთ ზნეობას და იკარგება ის, რასაც
სამშობლო ქვია მაღალი გაგებით სულიერი ასპექტით. და ისევ მაინც აი განსაკუთრებულ მხარეს რომ დაუბრუნეთ, მათ შორის სწორედ მომავლის აღზრდის თვალსაზრისით, ეხლა ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია, ჩვენი დედა ეკლესია, როგორც ისტორიულად დღესაც ნამდვილად დგას ჩვენი ერის სამსახურში. თუ შეიძლება ზოგჯერ პირდაპირ მნიშვნელობით ყველა ეკლესიის კარი დღე და ღია და ყველაზე კარგი საზუსტარკვეთილი ადამიანის, უიმედობაში ჩავარდნილი ადამიანის, მორალური ორიენტირების შერყეული ადამიანის ყველაზე კარგი თავშესაფარია, ალბათ ყველა საკუთარ თავზე განუცდია, თუნდაც ერთხელ უწუნოსაც კი, თუნდაც ერთხელ თუ შესულა ეკლესიაში, ისეთი ძალა აქვს ამ ეკლესიის, ისეთი მადლი აქვს, რომ იქ ცუძე ფიქრს ანებებ თავს და მარადისობაზე ფიქრობ. ეს ერთი მხარეა და რა თქმა უნდა, ამას სჭირდება ძალიან დაფასება. ჩვენი ტრადიციულობა სწორედ მდგომარეობს ჩვენს ეკლესიურობაში, ჩვენს ერთგულებაში, ჩვენი სარწმუნოების მიმართ და იქ არის, სწორედ ეს არის ყველაზე მთავარი მკურნალი იმისა, რაზეც ვილაპარაკეთ, ყველაზე ისეთია რა, ექიმი, ზნეობრივი ორიენტირების, შერყევის ყველაზე კარგი, ესე ვთქვათ, ჰოსპიტალი, ეს არის ჩვენი სულიერი ცხოვრება და იქ მიბრუნებაა საჭირო და ამისკენ უნდა წარმართოთ. ხოთაშორის ახალგაზრდობას უყვარს ზოგჯერ ეს გარკვეული ისაც არის ხოლმე გარკვეული თამაში მიღაბიც არის, მაგრამ უყვარს აი ამ სარწმუნოებრივი პროცესების შემონაწილეობა და აღსრულება და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ამას მეორე მხარეც აქვს, რომ აი ამას ამ ცდელობას უნდა დახვდეს აუცილებლად რაღაცას საზოგადოებრივი და სახელმწიფოებრივი მხარდაჭერა. რითი ახლა? აი რაც უფრო და ფაქტიურად ეს დასკვნავსავით ვაკეთებ ამას, რაც უფრო შორს მიდის ადამიანის პიროვნების თავისუფლება და თუ გამოხატვის თავისუფლება, რაც უფრო დემოკრატია იმკვიდრებს ადგილს, მას ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მისდევდეს სამართლებრივი რეგულირება. რაც მეტია თავისუფლება, მით მეტია სამართალი. ეს კაცობრიობის ისტორია მაჩვენა. ადრე არ სჭირდებოდა იმას ჩაწერა მაინც და მაინც ჩვენ ისეთ დროში ცხოვრობდით, რომ წითელზე უნდა გადახვიდე და ასე შემდეგ. ახლა კანონები იქამდე მივიდა ზოგ ქვეყანაში ისეა, რომ შეიძლება ის დაგიწერონ, ჯერ მარჯვენა ფეხი უნდა გადადგა, მერე შემდეგ მარცხენა. ეს არის სწორედ რაც უფრო თავისუფლდება ადამიანი მორალური სამწუხაროდ პრინციპებისგან, მით უფრო ნაბიჯ კვალში უნდა მისდევდეს დეტალიზებით თანამედროვე საკანონმდებლო ინიციატივები და მე მგონი, რომ ამ მიმართულებით ბევრია გასაკეთებელი. ახლა ჩვენი გადაცემის დასასრულს მე ვიტყვი იმას, რომ ძალიან სწორად დააყენეთ ეს პრობლემა და რაც თქვენი საუბრეთ, ამისი არსი არის ის, რომ რა არის ჩვენი საზოგადოების ზნეობრივი ავტორიტეტი. ზნეობრივი ავტორიტეტი გარკვეულ პერიოდში იყო სახელმწიფო და სახელმწიფო იდეოლოგია, თქვათ კომუნისტური იდეოლოგია, ახლა თქვათ ფსევდოლიბერალური იდეოლოგია, ასევე დავუშვათ ცნობილი ვარსკვლავების და ისინი როგორ იქცევიან და რას აკეთებენ და აი ამ დროს რა თქმა უნდა ესე იგი ყველაზე დიდი ავტორიტეტი უნდა იყოს ჩვენი ღერძი, რაც არის ქრისტიანობა, ქრისტიანული პრინციპები და ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელმაც თავისი ფუნქცია უნდა შეასრულოს თავის ისე როგორც ქრისტიანობისათვის არის ეს აუცილებელი და საჭირო და სწორედ აი ამაზე თავარ ღერძზე უნდა გადაიოდეს ადამიანის ზნეობრივი პრინციპები და ეს რა თქმა უნდა ამისი ღერძი უნდა იყოს ჩვენი დიდი სამოციქულო ეკლესია და ქრისტიანობა და ეს გადაარჩენს რა თქმა უნდა ზნეობრივად უსყულის პირას მისულ ადამიანს და მით უფრო ახალგაზრდობას. ანუ არ უნდა ჩანაცვლდეს ცრუ ავტორიტეტით,
სრულ მორალური ავტორიტეტით, ნამდვილი მორალური ავტორიტეტით. დღეს ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე პატივცემულო მაყურებლები. გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდეთ.